შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე სალომე ზურაბიშვილი და საქართველოს ყურადღების ეპიცენტრშია. Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა იმ შეხვედრების შესახებ, რომელიც ზურაბიშვილი შეერთებულ შტატებში ამ ვიზიტის განმავლობაში მართავს. ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მას ჰქონდა მოკლე შეხვედრა მარკო რუბიოსთან, ტრამპის ადმინისტრაციის მომავალ სახელმწიფო მდივანთან, რომელსაც პირდაპირ უთხრა და გამოთქვა იმედი, რომ საქართველოს იმედია შეერთებული შტატებისთვის არ იქნება პრობლემა და ის იქნება გამოსავალი. ასევე ზურაბიშვილმა გააცნო საზოგადოებას იმ ცნობილი შეხვედრის დეტალები და საუბრის დეტალები, რომლის ცნობილი ამსახველი კადრები უკვე დიდი ხანია გავრცელდა, სადაც საფრანგეთში ემანუელ მაკრონთან და ტრამპთან ერთად იმყოფება ამ შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილი. კონკრეტულად რა უთხრა სალომე ზურაბიშვილმა დონალდ ტრამპს, როგორც საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, მან პირდაპირ უთხრა ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს, რომ ახლა შეერთებული შტატებისგან მხარდაჭერა საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდება. სალომე ზურაბიშვილმა ასევე დონალდ ტრამპს უთხრა იმ პროტესტის შესახებ, რომელიც 50 დღეზე მეტია მიმდინარეობს საქართველოს დედაქალაქში, რეგიონებში, რომ მთავრობა, რომელსაც მანდატი და ლეგიტიმაცია არ გააჩნია, ცდილობს საქართველოს გადაიყვანოს ევროატლანტიკური გზიდან და რუსული გავლენები გააძლიეროს. ამიტომ ახლა შეერთებული შტატებისგან მხარდაჭერა საქართველოს და მოქალაქეებს ყველაზე მეტად სჭირდება. სალომე ზურაბიშვილმა ამ ინტერვიუში თქვა ისიც, თუ რა უპასუხა დონალდ ტრამპმა, თავის მხრივ დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ის ნამყოფია საქართველოში, აფასებს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობას და ბუნებრივია ზურაბიშვილმა ამ შეხვედრაზე მიიღო ის მხარდაჭერა, რომელიც ახლა საქართველოს სჭირდებოდა. თქვენ გქონდათ შესაძლებლობა გესაუბროთ არჩეულ პრეზიდენტ ტრამპთან, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიწვევით იმყოფებოდით საფრანგეთში. რა უთხარით მას და რა გიპასუხათ? მე ზუსტად ეს ვუთხარი, რომ საქართველოს დღეს სჭირდება მხარდაჭერა, სანამ ეს ყველაფერი ღია კრიზისში გადაიზრდება. უკვე 53 დღეა ქუჩაში მყოფი ხალხი აპროტესტებს, რომ ეს მთავრობა, რომელსაც მანდატი არ აქვს და რომელიც საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებს, ცდილობს საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან გადაიყვანოს. ამერიკის მხარდაჭერა სწორედ აქ გვჭირდება. მაშინ პრეზიდენტად არჩეულმა და ხვალიდან უკვე პრეზიდენტმა ტრამპმა მითხრა, რომ ის საქართველოში ნამყოფია, რომ საქართველოსა და ამერიკის მეგობრობას ძალიან აფასებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის საქართველოს უფრო ძლიერი მოკავშირე იქნება, მაშინ როცა ჩვენს ქვეყანას ეს ყველაზე მეტად სჭირდება და როცა საქართველოს თქვენი ამერიკელების ყურადღების ცენტრში უნდა იყოს. ვიცი, რომ რამდენიმე არაფორმალური შეხვედრა გქონდათ ტრამპის ადმინისტრაციის მომავალ წევრებთან. ვის შეხვდით და რა შთაბეჭდილებები გაქვთ? მოკლე შეხვედრა მქონდა მარკო რუბიოსთან, მომავალ სახელმწიფო მდივანთან, რაც ჯერ დადასტურებული არაა. ჩემი მიზანი იყო, რომ იმ რამდენიმე დღეში, რასაც ვაშინგტონში გავატარებ, მასთან სრულფასოვანი შეხვედრის შესაძლებლობა მქონოდა. მასაც და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს გაეროში, რომელსაც ასევე შევხვდი, ვუთხარი, რომ ვიმედოვნებ, საქართველოს მათთვის არა პრობლემა, არამედ გამოსავალი იქნება. საქართველოს ხვალ შესაძლოა გახდეს ამერიკის დიდი წარმატება ან პირიქით დიდი პრობლემა კავკასიის რეგიონში. ამ განცხადებით ამ ინტერვიუსას სალომე ზურაბიშვილმა შეერთებულ შტატებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ რუსეთის იმპერია კვლავ ცდილობს საქართველოზე უპირატესობის მოპოვებას, გავლენების გაძლიერებას და ამას აკეთებს მარიონეტული რეჟიმების გამარჯვებით, არჩევნების გაყალბებით. ის ამ ინტერვიუში პირდაპირ ღიად ანაშაულებს ქართულ ოცნებას, რომ ის არის პირდაპირ რუსული ოცნება, რომელიც დავალებებს ასრულებს სწორედ კრემლისგან. მან კიდევ ერთხელ შეახსენა სტრატეგიულ პარტნიორებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და მათ შორის ევროკავშირსაც, რომ ახლა მნიშვნელოვანია
გაძლიერდეს მხარდაჭერა საქართველოზე წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე, რომელიც მომდინარეობს რუსეთისგან და ამ გეგმებს ახორციელებს სწორედ დე-ფაქტო ხელისუფლება მთავრობა, სწორედ ასე უწოდებს ამ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი ქართულ ოცნებას. ეს საფრთხე არის რეალური, ამიტომ კავკასიაზე გავლენის დაკარგვით ფაქტობრივად დაზარალდება როგორც შეერთებული შტატები, ასევე ევროკავშირი. საქართველოს ხვალ შესაძლოა გახდეს ამერიკის დიდი წარმატება ან პირიქით დიდი პრობლემა კავკასიის რეგიონში, სადაც რუსეთს ყოველთვის უპირატესობის მოპოვება სურს. ეს იყო მუდმივი მიზანი ჯერ რუსეთის იმპერიის, შემდეგ საბჭოთა კავშირის და დღეს რუსეთის. რუსეთი საქართველოში, ისე როგორც რუმინეთსა და მოლდოვაში, ახალ სტრატეგიას იყენებს, უგულებელყოს ამ ქვეყნის დემოკრატია და კონსტიტუცია. გაყალბებული არჩევნების გზით შეეცადოს სათავეში მოიყვანოს საკუთარი მარიონეტული რეჟიმები, რომლებიც მისი ერთგულები იქნებიან. მომავალი ადმინისტრაციისთვის ეს მთავარი საკითხი იქნება. რა უნდა იცოდნენ ამერიკელებმა, რომლებიც ახლა გვიყურებენ და შესაძლოა ბოლომდე არ იცნობენ ამ საკითხს, იმ რისკებზე, რაც საქართველოს მთავრობის რუსეთთან, ირანთან და ჩინეთთან კავშირებს ეხება. ეს ნიშნავს, რომ ამერიკა კავკასიის ცენტრალურ რეგიონში საკუთარ სტრატეგიულ ინტერესებს დაკარგავს და ეს მხოლოდ კავკასიას არ ეხება. საკითხი შავი ზღვის რეგიონსაც მოიცავს. უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული აგრესიული ომის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც სწორედ შავი ზღვაა. იგივე მიზანს ემსახურება რუმინეთსა და მოლდოვაში არჩევნების გაყალბების მცდელობები. შავი ზღვა ამერიკისთვის სტრატეგიული სივრცეა. ჩვენ შავ ზღვაში დიდი პორტები გვაქვს, რომლებიც შესაძლოა ჩინეთს გადაეცეს. ეს სწორედ იმ დე-ფაქტო მთავრობის გეგმებშია, რომელიც დღეს საქართველოს ხელისუფლებაშია. ამრიგად, ამ რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებთან ერთად ევროპის ინტერესებიც სასწორზე დევს. ხელების შორს საქართველოსგან, ხელების შორს კავკასიისგან ეს პასუხი გასცა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის კითხვას, თუ რას ურჩევს სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპს იმ შემთხვევაში, თუ კი ამერიკის არჩეული პრეზიდენტი ესაუბრება ვლადიმერ პუტინს ან შეხვდება პირისპირ. სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ რუსეთი ვეღარ მოახერხებს საკუთარი გავლენების გაძლიერებას და გაფართოვებას საქართველოში, რადგან სწორედ აქ არსებობს ევროპული დასავლური ღირებულებები, საქართველოს ყავს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და რუსეთი თავისი მარიონეტული რეჟიმებით ვეღარ მოახერხებს ამ გავლენების გაძლიერებას. ვნახოთ კონკრეტულად დეტალურად რა უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა ამ კითხვას, რომელიც ჟურნალისტმა დაუსვა. ჩვენს მიერ გაშუქებული ინფორმაციით, ტრამპის ერთ-ერთი პირველი ინიციატივა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი ან შეხვედრა იქნება. რის თქმას ურჩევდით ტრამპს ამ საუბრისას? ხელების შორს საქართველოსგან, ხელების შორს კავკასიისგან, რადგან ეს დასავლეთის ქვეყნების ინტერესების სფეროა. ეს რეგიონი რუსეთის მმართველობის ქვეშ ვეღარ მოექცევა. კავკასიას დამოუკიდებლად არსებობის უფლება უნდა მიეცეს, როგორც ეს საუკუნეების მანძილზე იყო ადგილი, სადაც სხვადასხვა ცივილიზაცია ხვდება ერთმანეთს. ამ ადგილას ევროპული ფასეულობები ყოველთვის ცენტრალური იყო. საქართველო კი ქვეყანაა, რომელსაც ძალიან აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს და რომელსაც სურს, რომ იმ ფასეულობების მქონე საზოგადოების ნაწილი იყოს, რომელსაც ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენენ, ასე რომ ხელების შორს საქართველოსგან. როგორც ჩანს და ირკვევა, სალომე ზურაბიშვილი დროს არ კარგავს მაღალი დონის თუ მოკლე შეხვედრებისას. სალომე ზურაბიშვილი ცდილობს ყველას გააგებინოს, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, რომ ქართული ოცნება არის მარიონეტული რეჟიმი, რომელსაც მართავს ვლადიმერ პუტინი მოსკოვიდან და ისე ცდილობს საქართველო ევროატლანტიკური გზიდან გადაიყვანოს, თუმცა საქართველოს ყავს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და ახლა მთავარი მოთხოვნებია, რომ ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები
მოქალაქეები და გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. ამაზე სალომე ზურაბიშვილი ესაუბრება შეხვედრებისას როგორც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ასევე ცნობილი ხდება, რომ მან ეს ინფორმაცია მიაწოდა მათ შორის იმ ცნობილ შეხვედრაზე, სადაც ემანუელ მაკრონთან და დონალდ ტრამპთან ერთად იმყოფებოდა საფრანგეთში. სალომე ზურაბიშვილი ხვალ უკვე დაესწრება დონალდ ტრამპის ინაუგურაციას და ამ ისტორიულ პროცესში ის მიიღებს მონაწილეობას, თუმცა მეორე სურათი გვაქვს რეალობა, რომ ქართული ოცნება არის სრულ იზოლაციაში და ქართული ოცნება ამ ისტორიული პროცესის მონაწილე არ იქნება. მადლობა ნინო, პირდაპირ ეთერში ნინო ელიკაშვილი გვერდთობოდა.